Art experiment shows ზღვისპირა ქალაქში თეატრალიზებული წარმოდგენების ზღვისპირა პარკში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პანტომიმის მსახიობებმა ქუჩის პერფორმანსებითა და ეტიუდებით ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივების განხიარულება შეძლეს. მერლინ მონრო, ჩარლი ჩაპლინი, ლუი ამსტრონგი, რეი ჩარლზი სამსახიობო დასმა თოჯინების შოუ სპეციალურად ბათუმური წარმოდგენისთვის შექმნა. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა პროექტს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ჩვენება გონიო კვარიათსა და ბათუმის ძველ ბულვარში გაიმართება. Art experiment shows ზღვისპირა ქალაქში ბოლო წარმოდგენას 19 აგვისტოს გამართავს, რითაც წელს პროექტი სრულდება. ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ აი ხალხის რეაქცია იმდენად დადებითი იყო ჩვენს მიმართ, რომ ვფიქრობ, რომ ესეთი პერფორმანსები ქუჩის უნდა გაგრძელდეს ყოველთვის. ეს არის კულტურული დღეები და მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხმა ძალიან კარგად მიიღო. ეს იყო სტილი, უფრო აი თოჯინები, პანტომიმა და რაღაც სიურპრიზები. იმედი გვაქვს, რომ ძალიან ისიამოვნებს ჩვენმა მაყურებლებმა და ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს. პროექტში მონაწილეობენ როგორც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ხელოვნების წრეში კონტაქტების დასამყარებლად და ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე მაყურებლისთვისაც და მონაწილისთვისაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მხარში უდგას ამ აღნიშნულ ღონისძიებას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბათუმელი ახალგაზრდებისათვის, ხელოვანი ახალგაზრდებისათვის არის კარგი პლატფორმა იმისათვის, წარმოვაჩინოთ თავის ნიჭი. ამას ემატება ის, რომ ღონისძიება ძალიან მიმზიდველია ტურისტებისათვის. ეგ ყველაფერი საერთო ჯამში ჩვენთვის ძალიან მიმზიდველს ხდის ამ ღონისძიებას. ჩვენ მხარში დავუდგებით ამ მსგავს ღონისძიებებს და